მეტაფორა. როგორ ამოვიცნო მეტაფორა მხატვრულ ტექსტში? ვიდეოს ნახვის შემდეგ გეცოდინება, რა არის მეტაფორა, რითი განსხვავდება ის შედარებისგან, მეტაფორის ნიმუშები. მეტაფორა ბერძნული სიტყვაა, ნიშნავს გადატანას. ეს გადატანითი მნიშვნელობით გამოყენებული სიტყვა ან სიტყვებია, ფრაზა, რომელსაც რაღაც დაფარული მნიშვნელობა აქვს. თუ სათქმელი შედგება მეტაფორისგან, ის გამოცანაა, ამბობდა არისტოტელე. შესაბამისად, მეტაფორა იგივე რაც გამოცანა. უნდა გამოიცნო. სად? მოვიდა მგელი ტაძრად. ნახსენებ ფრაზაში მგელი მეტაფორაა. ამ სიტყვით ავტორი გაბრაზებულ, განრისხებულ ვარსქენს მოიხსენებს. მეტაფორას სხვანაირად მოკლე შედარებასაც უწოდებენ. თუ დააკვირდები ნახსენებ მეტაფორას, ადვილად გამოიცნო რატომ. იაკობ ხუცეს რომ ეთქვა მგელივით გაბრაზებული ვარსქენი მოვიდაო, ეს შედარება იქნებოდა, მაგრამ მან მხოლოდ ის დაასახელა, რასაც ადარებდა. მოკლედ. შესადარებელი ობიექტის გარეშე. შესაბამისად, გასაგებია რატომ უწოდებენ მეტაფორას მოკლე შედარებას. განვიხილოთ სხვა მაგალითები. ცა ფირუს, ხმელეთ ზურმუხტო. ესეც მეტაფორებია, ნიშნავს რომ ცა ისეთი ცისფერია როგორც ფირუზი, ხმელეთი ისეთი მწვანე როგორც ზურმუხტი. კიდევ ერთი. ქალი ტირს და ცრემლსა აფრქვევს, ხრის ყორნისა ბოლო ფრთათა. ესე იგი ქალი ტირის. ამ ქალს ისეთი მშვენიერი წამწამები აქვს, როგორც ყორნის ფრთა. ყორნის ფრთის ბოლოა. ზოგჯერ მეტაფორა და გაპიროვნება რთული გასამიჯნია ხოლმე. ეს იმიტომ, რომ გაპიროვნების დროს მეტაფორას იყენებენ შემოქმედები. მაგალითად, დღემ დაიხურა პირბადე. დღეს ერთი მხრივ ადამიანისთვისება აქვს მინიჭებული, მეორე მხრივ რაღაც ფარული აზრია ამ ფრაზაში. იგულისხმება, რომ დაღამდა. ახლა შეეცადე თავად შექმნა მეტაფორა. წარმოიდგინე გრძელთმიანი კაცი, ძალიან ღონიერი, მეფური მიხურა მოხვრით. თუ დაიღრიალებს, მთები ბანს აძლევენ. და ერთი სიტყვით დახატე ეს კაცი. რა მეტაფორას გამოიყენებდი? დასკვნა. მეტაფორა არის ამოსაცნობი, გამოსაცნობი. შედარებისგან განსხვავებით პირდაპირაა დასახელებული ის, რასაც ედრება საგანი მოვლენა პირი. გაითვალისწინე კონტექსტი და ამოხსენი ლიტერატურული განტოლება. გჭირდება დამატებითი ცნობები. დასვიკითხვა, მიიღე პასუხი.